კიდევ ერთხელ ყოველს მოგესალმებით, შეგახსენებთ თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაზე და წარმოგიდგენ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს, აბჭალალში მდებარე წმინდა ივანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი რევაზ სიხარულიძე. დაგვრჩეთ მამაო დილონშიც. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ მზე 2 ნოემბერს აღნიშნება ქართველების ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან საყვარელი წმინდანის, უკვე წმინდანის, მამა გაბრიელ აღსარებელისა და სალოსის ხსენების დღე. რაღაც განსაკუთრებული სიხარული ახლავს ყოველთვის, ბოლო წლებია და ალბათ ეს პერიოდი რაც უკვე წმინდანია იგი მის ხსენებას და თქვენ ბრძანდებოდით მისი სულიერი შვილი, ალბათ ეს განსაკუთრებული პატივი და ბედნიერება მრავალი წლის მანძილზე. მამა რევაზ, აი ბუნებრივად ჩვენ ვისაუბრეთ მამა გაბრიელის მოღვაწეობაზე, ხალხზე იმ დეტალებზე, რომელიც თქვენ გაგახსენდებათ ალბათ მრავალი ესეთი და თავდაპირველად რო გითხრათ, როგორ მოხდით მამა გაბრიელთან, როდის მოხდა ეს და მასთან დაკავშირება აი რა ფორმით მოხდა? აი როგორ მოხდა, მე ეს არ მახსოვს. ნამდვილად არ მახსოვს, იმიტომ რომ პატარაობიდან მახსოვს მამა გაბრიელი ბავშვობიდან. ჩვენი ოჯახი დიდი იყო, დედა, მამა, დეიდა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა, ეთერი და 6 დედამამიშვილი ვიყავით და მამა გაბრიელი ხშირად მოდიოდა, მამა ზურაბი, ცხარაძე, ბევრი მამები მოდიოდნენ ეს იმ პერიოდში, აი უწმინდესი ეფრემის, უწმინდესი დავითის დროს და საკმაოდ ბევრი დელცახური მოდიოდა ჩვენთან სახლში, ვაკეში და ერთ-ერთი მათ შორის იყო მამა გაბრიელი, რომელიც გამორჩეული იყო ნამდვილად სხვა მოძღვრებისგან რა. მისი მეტყველება, მისი გამომსახველობა, საუბარი, აი მე ესე შევადარებდი რა, რომ აი კომფორტაბელურად რო დაჯდე სავარძელში და დიდ ეკრანზე რო უყურო რაღაც საოცრად კარგად გაფორმებულ ფილმს ფერած და თქვა საუდეში და ხო აი გაცილებით უკეთესად ყვებოდა, რომ აი ყველა მონოსხულივით უყურებდა და ისმენდა რა და ეს ყველაფერი ბავშვობიდან ჩამრჩა მე და იქიდან გამომდინარე მე ვარჩევდი ხოლმე რომ აღსარება მამა გაბრიელთან მეთქვა ხოლმე და თითქოს ბავშვობიდან დავდიოდი მასთან სახლში. მამა როზა, აი რამდენად იქონია მისმა დაუშვათ აი მასთან ურთიერთობან, მისმა მოღვაწეობამ თქვენ უყურებდით ხო ურთიერთობა ქონათ იმაზე რომ თქვენ შემდგომში სასულიერო პირი გახდით. მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდად იმოქმედა. თუმცა კი ძალიან ძნელი იყო მამა გაბრიელთან ყოფნა. შეიძლება ეხლა ამ გადმოსახედით კომფორტულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ იყო რაღაც მომენტები, ზოგჯერ ისეთი უხერხულობა შეიქმნებოდა ხოლმე მასთან ყოფნით. ზოგჯერ შეიძლება დავბრყოლებულიყავი, ეხლა ვერ გაუბედავდი რა თქმა უნდა მოძღვარს რაიმე არ მესმოდა ბევრი რამე, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ნათელი ხდებოდა ჩემთვის და ხვდებოდი რომ იქ მარტო მე არ ვიყავი და სხვების მხილება იყო, ზოგჯერ იუმორით, ზოგჯერ სინკაცრით. იუმორზე ალბათ აღსანიშნავია რაღაც იუმორი ქონდა, ხო? საოცარი იუმორი ქონდა, საოცარი იუმორი. მხილებაც იუმორის იმაში სტილში ქონდა ხოლმე. თქვათ აი ზედმეტად გაპრანჭული ქალი თუ შევიდოდა ტაძარში ხოლმე და ესე შეხედავდა და ეტყვა შენ საქართველოს დედოფლობა დაშვენდებოდა. ხო და ისიც რაღაც ხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. მე იქვე უბრალოებაზე იტყო და მამა გაბრიელი ძალიან უბრალო იყო. სახლშიც ისე უბრალოდ ცხოვრობდა, ისე გაჭირვებული როგორც ნამდვილი ბერი რა. მამა აი თქვენც აღნიშნეთ ეხლა და ბევრი აღნიშნავდა და აღნიშნავს განსაკუთრებით იმ პერიოდში, რაც უკვე წმინდანია და როცა გვიწევს საუბარი ეთერში და ვისაც ქონდა დაუშვათ საშუალება რომ მასთან ურთიერთობა ქონოდა რომ ძალიან ხშირად ხდებოდა აი რაღაცა თითქოს მე ვხვდა სალოსი ბავშვი რატომაც იყო სალოსი ხო რომ ძალით აკეთებდა რაღაცეებს ეს ხან თავმდაბლობის გამო ხან ემხილებინა და შეიძლება ბევრი დაბკოლებულიყო მაგრამ მე ასევე ბევრი აღნიშნავს რომ გავიზრდა დრო შეიძლება დღე შეიძლება საათები წელი და ხვდებოდით ესე იგი რატომ გააკეთა ეს ხო აი ეს თვისება ქონდა ხო კი აი ერთელ სამთავროში მიუყვანიათ მე იქ არ ვესწრებოდი სამთავროს დედები იყვებოდნენ
მივყვანეთ ახალ ჯვარდაწერილი წყვილი. და მამაო დალოცეთ და მამაო დალოცა, მაგრამ ისეთი უხერხული რაღაც უთხრა დედოფალს, რომ ყველა გაშრა, ყველა უხერხულობაში ჩავარდა და მე მივხვდნენ რომ ეს უშუალოდ მისთვის იყო განკუთვნილი, მისი მხილებისთვის, მისი მომავალი ცხოვრებისთვის, გამაფრთხილებელი რაღაც ისეთი. აი ესეთი რაღაც ძალიან ხშირად ქონდა. წინასწარმეტყველური მომენტები ქონდა ძალიან ხშირად. ჩემ თავზეც რაც მიწინასწარმეტყველა, ყველაფერი აი წუთებში ახდა. თაშორის ერთხელ ჩემი მეგობარი მეუფე დიმიტრი მზეჭაბუკ ესე ეძახდა. მზეჭაბუკ ერისკაცობაში სკოლის მოწაფეები ვიყავით და ეს ეპისმოკოსი ესე ანუ წინასწარ განჭრიტა რომ მღვდელთავარი იქნებოდა მეუფე დიმიტრი და ეპისმოკოსი აი ესე იუმორში ხო და მაშინ რა უნდა მივხვდარიყავი ხსტიხაროსნები ვიყავით ხო პატარა ბიჭები ვიყავით რაშუაში ეპისკოპოსობა ეპისკოპოსი კი არ თქვა ეპისმოკოსი ხუმრობით რა ეს ახსრულდა ესე ხუმრობითი ყოველივე მისი ეს ათქვამი დიდი უმრავლესობა როგორც ასეთი სრულდებოდა ხოლმე რა ეკიდა ხოლმე პატარა ყანწი გულზე ესე ვიცით ხო არა მარტო ყანწი ძალიან ისეთი მომენტები ქონდა ხოლმე ჭინჭილა ქონდა ერთი ჭინჭილა პატარა დუქი და ძირი ქონდა მოკლებული გახეხილი ძირი არ ქონდა ხო და ტრანსპარანტი ეკეთა ხოლმე ეს უსიყვარულოდ ადამიანი ძირგავარდ დუქსა გავს და ჭინჭილაც ეკეთა ხო და რაღაც ისეთი იუმორისტული მხილება ქონდა ხოლმე რომ ერთხელ წავედით არაგვში დიდი რესტორანი იყო ხა დანგრეულია და დარბაზი იყო ესე და ეს ჭინჭილა იყო და გადახედა ეს რომ ხო ძალიან უცხო იყო იმ პერიოდისთვის შემოსული მოდელი და ესე ტრანსპარანტი და ესე ჭინჭილით უყურებს ხალხს ახლა ცოტა ესე უხერხული ხო და მივიდა ერთ საკმაოდ ესე რიპიან კაცთან რომელიც ადღიზელოს ამდა თუ რაღაც და ესე უყურებს და წაიკითხეო ესაო შენახარო ხო და ის გაუგდა რატო მამაო და რაღაც და დაიწყო ქადაგება რომ აი სიყვარული აუცილებელი უნდა ეხმარებოდეთ გაჭირებულებს ეკლესიაში სიარო და ამ დროს ამ დარბაში საკმაოდ ბევრი მაგიდები იყო და გაისუსა ხალხი რა თამადა არის თამადა რა ბუზის გაფრენა ის უნდა ისე ქადაგებდა თან ზარივით ხმა ქონდა აი ისეთი ხმა ქონდა რომ შეგშურდებოდა ზოგჯერ აუწევდა ხმას ზოგჯერ დაუწევდა ზოგჯერ უცბად ესე ჟესტიკულაციას გააკეთებდა ანუ ეს მონოს ხო შეეძლო ხო საოცარი მაგრამ ამას სახიობურად კი არ აკეთებდა ეს ბუნებაში ქონდა შინაგანად ამოსდიოდა ეს სიტყვები შინაგანად რა სიტყვები მოდიოდა გაოცდებოდი რა ეს რომ ხელოვნური ყოფილიყო ალბათ ასე ვერ მონუსხავდა ადამიანს იმიტომ რომ შეინიშნებოდა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა და ტაძარში რომ შევიდოდა ხოლმე ხო თქვათ ისეთ სინანულს გამოხატავდა ლოცვის დროს დაიჭოკებდა ზოგჯერ თავს ისე დაარტყავდა. ეს უნდა მეკითხა რომ ამის ფონზე ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება გარეგანად ესე ჩანდა და თავშოთ რიგითი მიმოხილე ვისაც არ ქონდა აქტიური ურთიერთობასთან შეიძლება ჩანდა რომ ეს იყო გამოსახული რაღაცა. ესე ჩანდა დიდი ლოცველი და ძალიან დიდი ლოცველი. ლოცვა სუცხრემლი და ქრისტე ესე იტყოდა და აი გულიდან ამოსდიოდა ეს სიტყვა მე თავს მოიხრი და მიწას დაარტყავდა ისე რომ თქვი არასტკივა თქვა აი ეს გულიდან ამოსდიოდა ეს ლოცვა გულითად და საერთაშორის ნაკლებად ეხებიან მის ღვთისმსახურებას ღმრთსახურებას ნაკლებად ეხებიან მაგრამ მე მინდა რამდენიმე მაგალითი მოგითხრათ ამის შესახებ ძალიან საინტერესო მე როცა მივდიოდი ახსარებაზე ყოველთვის მივდიოდი დილით ადრე ხოლმე როგორც წესი სკოლას ვაცდენდი ხოლმე და მივდიოდი მამა გაბრიელთან და დილით ეგრე 8-ზე 9:30-ზე იქ ვიყავი და ზოგჯერ დამხვდებოდა გაფითრებული
დაკანცული. ნუ ეხლა ხვდები რომ ალბათ ღამეს ლოცვაში გაატარებდა ხოლმე და უძილობას ებრძოდა. ზოგჯერ იყო და შევამჩნევდი რომ აი ეს ხელი აი ეს ორივე ხელი ამომწვარი ქონდა. ხო და რო შევკითხი ვარ ხოლმე მამაო ეს დაგეწვა და ეხლა თუ ეს დაგეწვა ეს რატო და ხო და ორივე ისე ხო არაო რეზო აქ თუ არ გაუძელი ამასაო და ამ დროს შეუშვერდა ამ დამწვარს სანთელს ესე შეუშვერდა იქ ჯოჯოხეთის იმას როგორ გაუძლებს ადამიანიო და ეხლა ხვდები რომ რაღაც ბრძოლები ადამიანური ბრძოლები ქონდა და ამით აბათილებდა და ის უძილო ღამე ასევე კელიაში ხო რაღაც ცივ კელიაში ქვაზე ეძინა და არავის არ გაწყვეტს არაფერს რომ მივდიოდი სუციოდა იმასთან აი სუციოდა რა ხო და მაგრამ მე ხლა მინდა შევეხო მის ღვთისმსახურებას დიახ საინტერესო საოცარი ღვთისმსახური იყო მართალი ის არ გამოირჩეოდა თქვათ ეხლა როგორც მწირველი მღვდელი ხშირად არ წირავდა ძალიან იშვიათად მე მახსოვს თქვათ საჯარო ბიბლიოთეკის უკან რო ყოველდღე სამის პატარა აი იქ მახსოვს ერთი წირვა თქვათ მისი შესრულება ძალიან ისეთი ხორმა მაგრამ ყველაზე კარგად მახსოვს ის აღსარებები რომ მივდიოდი აი უშუალოდ ჩემთან როგორ იწყებოდა რომ შეიმოსებოდა ანტით ოლარის ამაჯურებით ეს ძალიან სერიოზულად ემზადებოდა და საერთოდ მსახურებისთვის ემზადებოდა ძალიან სერიოზულად მისი გამომეტყველებაც აი რაღაც შიში ორიდება მოწიწება დაგეუფლებოდა მერე შეასრულებდა პარაკლისს აღსარების წინ პარაკლისს მერე გამომკითხავდა და საერთაშორის ძალიან მობიერი იყო ძალიან თბილი იყო და არავშავს მეუბნებოდა თუ შეატყობდა რომ რომელიმე ცოდვას მე რაღაც ისე სასხვათაშორისოს მოვიხსენებდი იმას გამიმძაფრებდა და იმას რასაც განვიცდიდი იმას შემიმსუბუქებდა მაგრამ ერთხელ მახსოვს გამიბრაზდა ხინო დავლიე და როგორ გაბედე აი დაშჭექა და შემეშინდა რაღაც და მე უცბად ის პატერიკიდან მოყავდა რაღაც მაგალითები პატარ-პატარა და დღესაც მახსოვს მოიყვანა ის მაგალითი რომ ერთხელ ბერს გამოეცხადა ბოროტისული და თქვა აი დაგანებებ თავს ხო დაიღალე ჩემთან ბრძოლაში და სამიდან ერთ-ერთი ცოდვა ჩაიდინა აი კაცი მოკალიო მაგრამ არა კაც ვერ მოკლა მაშინ იმრუშიო არა ვერც მაშინ დათვერი მაგრაო კარგიო დავთვრები და მართლა დათვრა მე იმრუშა კიდევაც რომ გამოფხაზდა და მოკლა კიდევაც და ანუ ისეთ სასწორკვეთილებას ჩავა ანუ ეს მაგალითები მოყავდა ისე რომ აი თვალმაჩთლივ გაჩვენებდა რა და მე ლოცვას რო წამიკითხავ და აი გეგონება ფრთები მაგ და ისე აი ესე ვიყავი რა ხო კიდე მახსოვს ერთხელ ბებია ჩემი ნინო ჩამოსული იყო სოფლიდან და დოლიძეზე დეიდა ჩემთან იყო და ცუდად იყო ძალიან მძიმეთ იყო და მივედი მანქანით მამა გაბრიელთან და წავიყვანე რომ ზიარება მიიღო სახლის კურთხევაც გვინდოდა თქვა ზეთის კურთხევაც ყველაფერი არა უпростоრ ზიარება წავიყვანე მაგრამ სახლიც აკურთხა მე არ მithოვია ზეთის კურთხევაც ჩაუტარა და რა თქმა უნდა ახსარება ზიარებაც ახლა და ეს როგორ გააკეთა მე მინდა მოგიყვეთ რა რომ ჯერ ალაგებს ჩანთას ესეთ დიდი ჩანთა ქონდა ესეთი კილა ქონდა 9 ლიტრიანი მაწუნებს რო იქ ეყარა ის ნახშირი ფეჩიდან გამოიღებდა ჩამქრალ ნახშირებს ისეთი კი არა ხა ჩვენ რო პატარა და უცად რო აინთება და თუ ვერ მოსწარ თითის დაგეწევა ეგრე კი არა საცეცხლოში ჩაყრიდა და სანთლით ანთებდა და კაი ხანი უნდოდა და რო გაღვივდებოდა მე ბლომად ჩააყრიდა ამ სუნელოვან ფიჭვის საკმეულს გადაჭიდა საკმეულით იმას აკმევდა რომ ისეთ სუნს დააყენებდა რომ აი დღემდის მაქს ის საერთოდ მამა გაბრიელს რაღაც თავის სპეციფიკური სუნი ქონდა ისეთი აი სიწმინდის სუნი და ერთ-ერთი აი მამა გაბრიელის სუნი 1000-ში ერთს გამოვიწვი ისეთი რაღაც ის ქონდა და
მივიდა გამხნევა ბებიაჩემი, რა თქმა უნდა, სახსარება, ზიარება მიაღებინა. მე ზეთის კურთხევა ჩაუტარა. ოღონდ როგორ ჩაუტარა, იცი რომ აი მე ხლა აპატიოსობა შევწუხდი, ძალიან ხანგრძლივი იყო ესა და ისე ნელა კითხულობდა, ყოველი სიტყვა ისმოდა. აი გამოდიოდა მისი ბაგეებიდან. მე სახლიც ეკურთხა და მე რომ ნინო ეხლა ადექის უფრა გაგვიშალედო მართლა წამოდგა ეს ბებიაჩემი და ადგა დატრიალდა რა. აი ისეთი ის ქონდა რა ძალიან გულით მიდგომა ქონდა ღვთისმსახურების მიმართ და ყოველი სიტყვა იყო გამოთქმული დღეს რომ აი ვლოცულობდა რაღაც სწრაფად კითხულობდა რა არ ჩქარობდა და ყოველ სიტყვას თავის ძალას ატანდა ეს ქონდა მამა გაბრიელი. ამერევას თქვენ ახსენეთ რომ არც კი გახსოვთ თუ როდიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობა როგორ გაიცანით მამა წმინდა გაბრიელი მამა გაბრიელი და ძალიან მაინტერესებს ასეთი დეტალი ყველასთვის კარგად ცნობილია ვთქვათ მის დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ მისი სიყვარული და არ შეიძლება რომ მამაზე არ ვთქვათ და თქვენგან არ მოვისმინოთ ეს თუ როგორ გადმოგცემდათ სამშობლოს სიყვარულს როგორ აფასებდა მას როგორ უფრთხილდებოდა და როგორ უყვარდა სუხას უსმევდა მისი საუბრები იყო ქრისტეზე იყო სამშობლოზე როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაზე პატრიოტიზმზე და აი ეს იყო მისი საუბრის თემა ძირითადში და მამა გაბრიელი იყო ძალიან დიდი პატრიოტი და მისი მოღვაწეობა ამას საოცრება და არანაირი მორიდება არ ქონდა, არანაირი შიში არ ქონდა. ერთი მაღალჩინოსანი, აი აფხაზეთის ომთან მიმართებაში ერთხელ მივიდა სამთავროში, ისე მე იქ არ ვიყავი, მომიყვნენ დედები, ისე ამხილა, რომ ამ მაღალჩინოსანის დაცვას უნდა რომ გაეჩერებინა და ამან ხელი არ ახლოთ შეეშინდა მასაც და გრძნობდა ყველა რა დიდი ძალის მატარებელი ადამიანი იყო. და არეპუებოდა, ყველა სამხელდა. და ეს მისი მხილება იყო აი საზარელი. ისეთი ხმა ქონდა, დაშეკდა ტაძარში. შეიძლება წირვა ყოფილიყო, აი და ყველას აი დაგვაყრდა ჟრუანდელს. თან სამშობლო ისე უყვარდა, რომ აი სულ ოცულობდა ქვეყანაზე, სულ ოცულობდა ერზე და სულ წუხდა, რომ ერი ესე მიძინებული იყო. საუბრებში, პირად საუბრებში. და ტელევიზიით იყო გადაცემები, აი სოხუმი ძალიან გამაგრებულია და არ შეგვეშინდეს და რამდენიმე დღით ადრე სოხუმი დაეცა დაცემამდე ხო სოხუმის სისხლით იცლება, ტიროდა, ზოგჯერ ყვიროდა, ეს იყო მისი ერთგვარი ემოციები გამოხატავდა ამას ძალიან მტკივნეულად. ეს იყო მისი საზარელი ტკივილები, გულის ტკივილები. მაგრამ ეს იყო ასევე წინასწარმეტყველება, იცით რომ ჯვართამაღლებას დაეცა სოხუმი და მისი ეს წინასწარმეტყველება ერთი დღით ადრე თუ ორი დღით ახსრულდა მაშინ რომ ვისე გონა რომ ეს მოხდებოდა ისია გამაგრებული სოხუმი და რაღაც სუთის განგება ყველაფერი სრულდება და მამა გაბრიელი ძალიან დიდი პატრიოტი იყო ძალიან დიდი სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა ალბათ ეს სისტემა სიამოვნებით საათები გავადო ვისაუბროთ მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი დრო შეზღუდულია დიდი მადლობა მამა მობრძანებისთვის თქვენგან განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მოსმენა იმიტომ რომ პირადი ურთიერთობა გქონდათ მათთან და ამიტომ მოციქთხოვოთ რომ მობრძანებულიყავი და მადლობა რომ დაგხვდით მე შეგახსენეთ მამა გაბრიელზე წმინდა აღსარებულზე სალოზე გვესაუბრებოდა დეკანოზი რეოს სიხარულიძე